გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ეთერში ვართ პარასკევს 21 საათზე გადაცემით სპეციალური ეთერი. პადა აბულაძესთან ერთად. როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის. აიეხალი. დღეს საკმაოდ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ და დავიწყოთ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლით და რუსეთთან დაკავშირებული საკითხების საუბართან დაკავშირებით. იქნება გითხრათ რა აზრის ხართ და როგორ შეაფასებდით მის ამ გამოსვლას. ახლა ხო ჩაიწურა. ახლა იქ ოცნებაში ზიანთა ღმერთო გიშველე. ღმერთო გიშველე. ახლა ჩემ ნუ დამინახავე ხოლმე. ვაი, ეს დღეში არიან ეგეთი. ახლა გეტყვი რა მოხდა მანდა. გამოვარდა ჩვენი საგარეო მინისტრი პარლამენტში. უკვე აღარ იმდენად უავტორიტეტო ხალია, გინდ შიგნით, გინდ გარეთ, არავინ მაგას აღარ უსმენს. ხო, მაგრამ უყურე რა გააკეთა. რუსეთში იყო წამოწიეს თემა რკინიგზის გახსნაზე. ხო და ერთი დიდი კაცი საქართველოში კაბრას გაჯავრებულია რუსებზე. და ამ თავის გუნდს ესეთ სახიფათო თამაში შეყავს რა. აი ძალიან სახიფათო თამაში შეყავს. ქვეყნის ინტერესებზე კი არა, კაცო. აი მოკლედ, მაყურებელი მიხვდება ახლა. თავისი ინტერესი. რა თქმა უნდა, კაცო. ახლა მე გეტყვი. ესე იგიო 34 წელი ხო, ესე იგი ოკუპანტი, იქ ეცინებათ მაგაზე უკვე. იქ დაჟე არც აქცევენ ყურადღებას, აი რა მაგათ უთქვიათ და რა დავუშვათ ვინ შევადარო რა. აი ქეთუ ეგიუდუნაშვილი რო არის ტიკტოკში, აი რა მაგათ უთქვიათ. აი სამეზობლოში გინდა, სადაც გინდა, დაჟე შიგნით კაცო, არავინ ყოლ ესეთი უავტორიტეტო ხალხია, მაგრამ მაინც ვიტყვი რა. ხო თქვა ეს დააბრახო, ადე უბრაზდებოდი რაღაცა რა გააკეთა ეს და შენ იციან კაცო ესენ მე როდის ვამბობდი იმათმა რომც დაუძახონ ჩამოდი რა აფხაზეთის საკითხი უნდა განვიხილოთ გაწვევა გვინდა ხატზე აი მოიტანეთ ხატზე ხელდაბდებ რომ ესენი წამსვლელები არ არიან ხატზე დავდებ ხელს სრული აი პასუხისგებლობით ავიყოს დახრეტაზე ვაწერ ხელს თუ გინდათ გამორიცხული ესენი იქ წავიდნენ მაგ ამა ეს რო იციან იქ მეთქი კაცო იმიტომაც ესენიც რატო კარგად აყავთ ტიპები დაჭერილი ეს ეპშტეინელები კარგად აყავთ დაჭერილი ქართველი ხალხის გულსაც იგებენ რომ აი ქართულო ხალხო სოფლიოს ანახებენ კაცო რომ მაგრები არის არა სოფლიოს ანახებენ ჩვენ კაცო აგე ვეძახით როგორ გეკადრებათ წლებია ვეძახით მაგრამ რა ვქნა ეპშტეინელები არიან და ვერ მოდიან და რა გავაკეთო ხალხო ეს ქართველი ხალხი კიდე ეს ეპშტეინელები მოსწონთ და აბა მე რა ვქნა. ხვდები ანუ როგორ აპრავებენ და ამით ყველაზე ცუდი რა ხდება იცი? რუსეთში არის იმხელა დიდი ბირთვი ძალოვნებში დაჟე გეტყვით რა რომელიც არის ორგანულად დაინტერესებული აქ არ მოგვარდეს ეგ საქმე მილიარდებს აკეთებენ ხალხო მილიარდებს რომ ეს მოლაპარაკება არ შედგა აბა იქაც თელი კლანებია, კაცო, ესე კი არ არის მართლა. და ესენი სატოპკეს უწევენ იმათ. ისინი მიდიან და უნებიან, აგე, თქვენი ვლადიმერ მარია ზახაროვნა, თქვენ რო გუში და სამჯერო გაიმეორეთ. აგე პასუხი გაქცეს. თქვენ კიდეთ გახართ და ჩვენ გვავიწროებთ იქ რუსეთში და უკვე იმათაც უკვე სალაპარაკო აღარ აქვს ჩვენთან დალაგებისთვის. ეს აქა ხელისუფლებას იმდენად კიდია აფხაზეთი დაბრუნება აი სრული მეორე კვირა შვილი შემეძინა იმის ჯანმრთელობას ვიცავარ თუ მე ახლა ვუტრირებდი ისეთი კიდიათ მაგი ახლა აქ შენ აფხაზეთში ტერიტორიული პრობლემას იმიტომ რომ შიგნით ვიცი ეგენი ვინები არიან კაცო ზუსტად გეუბნებით რომ ეგეთები არიან მაგათი ეგ პროცესი რო დაიწყოს ღმერთმა დაიფაროს მაგათთვის ამაზე არც ერთ შემთხვევაში არ რაღაცას ისეთ პროვოკაციას გააკეთებენ რომ თვითონ რუსებს შეაწყვეტილებენ მაგას და ხოჭი რა შემოაგდეს
ბოლო-ბოლო ჟენევის სისაგვაქო ფორმატიო და ეგ რომელი ჟენევის ფორმატია, იცი? შარშან რუსებმა რო უთხროს, რომ ჩვენ დავამთავრეთ ჟენევაში თქვენთან ერთად ბოდიალი, ბჟუტური. და გამოყარეს იქიდან. კი არ გამოუშვეს, გამოყარეს ნიშნავს მაგას. და ამათ აი ჟენევის ფორმატი, აღარ არის ჟენევის ფორმატი, ხახო მოგატყუათ მინისტრმა. ჟენევის ფორმატი ფიზიკურად აღარ არსებობს. იმიტომ რომ რუსებმა თქვენს რომ ჩვენ დავამთავრეთ ეს თქვენთი ეპშტეინელებთან ბოდიალი რაღაცა სიგიჟეებზე. ახლა ამას გამოვარდა და ნეიტრალიტეტიო. ერთადერთი რამე რაც სწორი თქვა მაგდედა კაცმა. ერთადერთი არის რომ ნეიტრალიტეტიო საერთოდ გამორიცხულიაო. ორივე ხელით ვეთანხმები. ყოველგვარი ირონიის გარეშე და ამას გამოვარდა ოცნების შექმნილი ეს პარტია რო არის ნეიტრალიტეტიო. აი ეს გიორგობიანი ბიძინა დღეს ბრიფინგი იყო. ახალი რომ შექმნეს ის. ხო, რაღაცა პარტია რო ფლანგი, ხო, პარტია რო შექმნეს რაღაცა რა. რავი, სამი კაცი როაშუ. ხო და ეხლა მინისტრმა ხო თქვა რომ ნეიტრალიტეტი გამორიცხულიაო. ხო და ესენიც აღელოდნენ. როგორ კაცო პარტია შევქმნიო, ტყუილა მაფინანსებს შეჩემისაო, კაცო აბაო, მე დამარტყიო, კაცო რა დაგემართო და გამოვიდა და დებატების გახსნა მოითხოვა. მოდი. ეს ვინ თქვა რომ ნეიტრალიტეტი გამორიცხულიაო? მინისტრმა. ახლა მე ბოჭორიშვილმა. ახლა მაგარი შავდღეში არიან ორივე რა. ახლა მეკითხები ამ ბიჭო, თუ მაგ ქალმა რამე სიმართლე თქვა მისი დაბადებიდან დღემდე ერთადერთი აი თქვა რომ ნეიტრალიტეტი მართლა გამორიცხულია ხალხო. რა ვიცი მე კიდე ძალიან მომხრე ვიყავი რომ ნეიტრალიტეტი ლალი გიხსნი ჩემ სახლ შეუძლებელია ხომ ეს ლალი გიხსნი და ხალხმაც ეს მინდა სწორად გაიგოს ნუ ხართ ამ რაღაცა აბსურდში კაცო ჩემ სახლიდან 36 კილომეტრში 300 წელია დგას უკვე რუსული ჯარი უცხო ქვეყნის ჯარი დგას ნეიტრალიტეტში მე ვგულისხმობ კეთილმეზობლად არ არის ეგ ნეიტრალიტეტი რო აცხადებ შენ არ უნდა კონდეს არ ტერიტორიული პრობლემა და შენ ტერიტორიაზე არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის ჯარი ეს არის აი როგორი აქსიომა იცი რა ია 2 + 2 4 და აღარ უნდა მაგ ბევრი ლაპარაკი შენ დედაქალაქიდან 36 კილომეტრში უცხო ქვეყნის ჯარი გიდგას ამ დროს ტერიტორიული პრეტენზიები გაქვს მეზობლებთან არა მეზობლებთან და აბუბრა მე ნეიტრალიტეტი ვარ აბიხა რამხელა სიგიჟეს ლაპარაკობს აი მაგრამ აქ ეს რაზია გათვლილი ხლა უყურეთ ადამიანის ქართველი კაცის თავში უნდა რომ შეიყვანონ რა ხალხო ხო ხედა ვერ ვიბრუნებთ ამ აფხაზეთს რა არ მოდის ეს აგრესორი ოკუპანტი ჩვენთან სალაპარაკოთ ხო და აი ჯანდაბაშით წასულა ეს აფხაზეთი რა მართლა გეუბნები ხალხის აზრს მაგას ამას დიდი მნიშვნელობა ზატო ვიქნებით ნეიტრალური სხვა შემთხვევაში ფიზიკურად არ არსებობს კაცო აი პატიმარი ზის ციხეში ახლა რომ თქვა წავა პლეხანოვზე გავიდეთ თუ კარები გარედან არ გამიღეს მე პლეხანოვზე ვერ მოხვდები კაცო ანუ რო გითხარო ხო მოვდივარ ლეხან როგორ მოდიხარ კაცო კარები შიგნიდან კი არა გარედან იკეტება კაცო აი მეტი რა შედარება მაგრამ ესენც კარგად არიან ბიუჯეტზე მიმჯდრები ეს ახალი პარტია რო შექმნეს და მაგათი ინტელექტი ვნახე დებატებში მაგ გეორგობიანის რავა ყველა მთავრობიდან სამსახურიდან მაგას აგდებენ კაცო რავა ყველა მთავრობაში ვერ გაამართლა მაგ კაცმა რავა ყველა ცუდი ეგ მარტო ეგ გამოვიდა კაი გუშინ აი როგორი ეპშტეინელია იცი თან პარტიაში ხავს ეპშტეინელები სისხლით ხორცით ეპშტეინელები კაცო და ამათმა შექმნეს ეგ ეხლა დებატები გავმართოთ აი ამ კითხვას არავინ არ დაუსვეს რომ შედგეს ეს დებატები არავინ ამ კითხვას არ დაუსვეს რომ ბიჭო რა ნეიტრალიტეტზე მელაპარაკები უცხო ქვეყნის ჯარი გიდგას ორი ქვეყნის უცხო ერთი არის დავითგარეშში დგას, მეორე დგას ეგე რა 36 კილომეტრში.
როგორ რას ქვია ნეიტრალიტეტი? რატომ მატყუებ? რატო აყენებ შეურაცხყოფას ხალხს, კაცო? დებილად რატომ მიგაჩნია ეს ხალხი, კაცო? რატო ადებილებ? ყველა ჩვენი მეზობელი ჩასაფრებულია, რომ ტერიტორიები კიდევ და კიდევ წაიღონ, კიდევ პრეტენზიები აქვთ დარჩენილი. ამის რამხელა პერსპექტივა აქვს, იცი რა ლი? აი, უდიდესი პერსპექტივა აქვს ეხლა მაგათ უკვე. ამ სიტუაციას. კი, იმიტომ რომ აქ ცოტა სხვანაირად დალაგდება და აგერ ეხლა ვიღაცას ყურებში თუდად მოხდება, აი ბოჭორიშვილთან გაიაროს ეს კონსტიტუციები და დააწყნარებს ბოჭორიშვილი, კაცო. ამ თემასთან დაკავშირებით სხვათა შორის მამუკა ფიფიას ვუსმინე და ძალიან მომეწონა მისი საუბარი. და ძალიან კარგად გაშალა ეს თემა და მაინტერესებს როგორ განვითარდება შემდეგში, იმიტომ რომ ისიც ძალიან კარგ შეკითხვებს უსვავდა ამასთან დაკავშირებით და ბოლო კითხვა იყო, აი დაბრუნებას როგორ ფიქრობთ, იმ სახლებში უკვე შესული აფხაზები არიან და რანაირად ფიქრობთ, რომ ის სახლები დაცალონო. ხო და ეს არასოდეს არ მიფიქრია სხვათა შორის ასეთი რამე, რომ იქ ხო ხალხი უკვე ცხოვრობს, უკვე წლებია. ხო და მაგაზეც ძალიან კარგი პასუხი გასცა მამუკამ. კი. ხო და იმედი მაქვს. ჩვენ გავუშვით ეთერში ისა ამ ჩვენმა ტელევიზიამ გავუშვა ეგ. მაგრამ უკვე იქ უფრო მნიშვნელოვანი კითხვაც იყო რა იქა. საქართველოს რუსეთს შორის მოლაპარაკებაზე რამე პერსპექტივა არის და პირდაპირ დააჯახა. ტუპიკში არიანო. ჩიხშია. ლალი მე რო აქ ვთქვი რომ გულაშვილის კამანდა გატყუებთ კაცო. იოტის ოდენად მის ღერი ეგრო იყოს ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა და ზუსტი ინფორმაცია მექნებოდა მეთქი. უზუსტესი ინფორმაცია მექნებოდა მართლა მიდის თუ არა მოლაპარაკება. როცა მიდიოდა კაცო მე წლებია ტელევიზიის გამოვდიოდი და ვამბობდი რომ მიდის და უპადეშკებდი. ანუ მათი ინტერესიც არა აქვთ რომ მოლაპარაკებაზე წავიდნენ, იმიტომ რომ ოკუპირებულიაო და კიდევ რომ დაკარგავენ ტერიტორიებს, მაგას არ ფიქრობ. 100%-იან გარანტიას ვაძლევ ახლა ხალხს აქედან. ყოველ აგენ მაქამდე მივალთ. ეხლა რაც შეეხება ამ ბოჭორიშვილის განცხადებაზე. აი ეს არის ჩემი პასუხი. იქა ერთი დაიწერა უკვე სპუტნიკზე, ეგა განცხადება ამისი ბოჭორიშვილის მინისტრად როგორია მართლა თავი. ხო, რა ვიცი ახლა სამინისტროდან თავის სახლამდეა მინისტრი. გამაგებინეთ აი სადაა ავტორიტეტი ამ სოფლიო პოლიტიკაზე, შიგნით აქვს ავტორიტეტი, ნებისმიერს მითხარი მაქედან. რამე გავლენა აქვს რომ მაგათ სიტყვას აი მინისტრმა გააკეთა განცხადება და იქიდან ვიღაცა გამოეხმაურა და ეგეთა მე აღარ არსებობს. იმიტომ რომ აბა უფუნქციო ხალხია, კაცო, უავტორიტეტო უფუნქციო ხალხია. ამიტომ იქ უკვე ამას შეჩოულები არიან. ესე აქვს პირჯვარი გადაწერილი ჩვენზე. უკვე. რაც მარტო რუსეთს არა. ეხლავე შეგახსენებთ, გუშინ გამოიცა კომუნიკე აზერბაიჯანის პრეზიდენტის და რუსეთის პრეზიდენტის, რომელიც არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე და აზერბაიჯანის ოფიციალურ გვერდზე პრეზიდენტის. ცოტა შორის იქ რუსეთის პრეზიდენტის გვერდზეც არის ოფიციალურად. ყველა პრობლემა, რომელიც იყო წარმოქმნილი ჩვენ შორის აღმოფხრილია. წინაპირეს აქ იყო. და ეხლა აკეთებს ესეთ განცხადებას, რომ ჩვენ უკვე ბრატები გავხდით, მაგრამ მე კი ვიცი რომ აი ჩემის მე ვთქვი რომ სანამ ალიევი იქნება ხელისუფლებაში, უყურე, მე ჩემ ვარაუწობ, არ ვიცი. შეიძლება იქ შეთანხმება იყოს რომ ისეთი კაცი მოიყვანო, რომელიც შენთვისაც მისაღები იქნება და ჩვენთვისაც მისაღები იქნება. იმიტომ რომ ალიევმა წითელი ხაზ გადავიდა. ალიევმა როცა ჩვენსავით მილიონები გადაურიცხა უკრაინას. ჩვენსავით, ჩვენ ქვეყნისსავით მილიონები გადაურიცხა იქა. ჩვენმა ქვეყანამაც გადაურიცხა. კი, კაცო, 7 მილიონის ის გავაგზავნეთ ჩვენ იქა. და რა, ფულადიც ის გავაკეთეთ, კაცო, გადარიცხვები. ხო, უყურე, აქედან გამომდინარე, მან გადავიდა წითელ ხაზს. ამიტომ სურო რუსეთის პრეზიდენტს უნდოდეს ამ საქმის მოგვარებას, საზოგადოება და ძალოვნები ვერ გაუგებენ თვითონ რუსეთში. ამიტომ აგერ თქვენ და აგერ მე, იმიტომ ის ალიევიც მიხვდა. არავით არის თურქეთი, არავით არის ისრაელი, მაგის პატრონი თურმე აღარ ყოფილა. დამთავრებული ეგ თემა მეთქი ამათრობებით, აგერ ნახავთ რა და აქ ჩვენთან ნახოთ. ყველაფერს ნახავენ რა, მე როდის ყვიროდი აქ და
გააკეთეთ ეს ნაბიჯი მეთქი. თუ გავარკვიეთ, რასთან დაკავშირებით იყო ჩამოსული ალიევი, იყო რაიმე ბრიფინგის სახით და ითქვა საერთოდ კეთილმეზობლული ეკონომიკური, კულტურული განვითარებისთვის და სტრატეგიული დაძმაკაცებისთვის წერტილი. მეტი სხვა ინფორმაცია არ არის. ნუ ხო, რავი, რაღაც არის, კინიგზა წამოვიდა ლაპარაკი. საერთოდ საქმის ხურშიც არ აყენებენ მოსახლეობას არაფერზე. არაფერზე, რა უნდა გითხრას? საკუთარი დუქანი თუ რა ვიცი, როგორ დავარქვა ამ პარლამენტს. რა გითხრას, რა ჩამისვარე თუ გითხრას? და ეს ამას როგორ გეტყვის? ხო თქვა ამ ჩვენმა მინისტრმა რკინიგზა არ გაიხსნება. აი ახლა ვენითლები რომ რკინიგზაც გაიხსნება. და ყვავილებითაც დახვდება ეს მინისტრი, ეს ყვავილებით დაჟე. აგერ თქვენ და აგერ მე თუ აიგრე არ იქნება. არა, აბა მოდი ვნახოთ მაშინ თუ ისი გავა რა. ჩვენი მეზობლების გავლენ. თუ ამათი ეფშტეინელების, რომელიც ჩარჩენილები არიან იქ. კიდე ის გონიათ ელოდებიან იქ რომ ევროპაში ახლა გარდაქმნა მოხდება კაცო და ჩვენი გზა იქ აგერ ნახავთ კაცო. აგერ ყველაფერი ჩვენ თუ ნახავთ. ეს გზის გახსნა ვისთვის არის მომგებიანი? თუ სწორად რავი, თუ საქართველოს რო ყოფილ ჭკვიანი ხელისუფლება, სტრატეგიული ქართული ხელისუფლება რო ყოლოდა, ჩვენზე მდიდარი ხალხი არ არსებობდა. გამოიყენებდნენ ამ ჩვენზე მდიდარი მოსახლეობა არ იარსებობდა დედამიწის ზურგზე. რა მნიშვნელობა აქვს სიმდიდრეს მაინც იმათ ჯიბეში მიდის, რა ვიცი, მოსახლეობის ჯიბეში მე არ მახსოვს რამდენი წელია რამე თაღა. ლალი, კიდე ერთი გეუბნები, ჩვენ, მაგრამ აქ არის კიდე აგერ კიდე ამას რა თქმა უნდა სურპრიზებს ელოდო. მე არ მაქვს უფლება ხმამაღლა თქვა. ყველაფერი. სურპრიზებს ელოდან და ეხლა რომ ძალიან ვირთხის დღეში არიან, მაპატიონ ამ სიტყვას რო ხმარო. აი უკიდურესად ვირთხის დღეში არიან. როგორ დღეში არიან, იცი? ერთი დღე ხო გაიარა, ერთად დღე. სლავა ბოგу. ჩაიარა. ხო, ერთ მათხე გაიარა, всё, молодцы ребята, გავიარეთ ერთი დღე. აი იმ ერთი დღით ხო, რატო იცი? ყველა მიცის რომ უკვე მოდის და ის ამერიკელებიც გავიდნენ კაცო. ჩვენ სიახლოვეს ეგენი აღარ არიან ეს ამერიკელები. რაკნა უპატრონთარი და ეს მეცინება ახლა მაგაძე რა. ქვეყანაში გავლენა არ აქვს არაფერზე. ისიც არ ვიცით ჩვენ სადავართ ეს. არა. თქვენ რა გელოდებათ, ხვალე არავინ არ ამათ მარიც არც ბიძინა ივანიშვილი მარიცის კაცო. არც ბიძინა ივანიშვილი არც მაგას აყენებენ საქმის კურსში. რატო იცი? ვინ მართავს აბა თუ ბიძინა ივანიშვილს? ძენ ბრაზილი ნუ სლავა ბოგу. აი ეს თავის დინებით მიდის თემა კაცო. ანუ ქვეყნის სადავეები ვის ხელშია? ამათი ვინ კონკრეტულად? აი კობახიდე დინარაძე. მაგათი ესე. ესენი არიან მე კი ვიცი უკვე დაზუსტებით ვიცი რომელი ქვეყნის იმას აკეთებ. აი დაზუსტებით ვიცი. ადრე ბრიტანეთი მეგონა რა. ასე თუ ბიძინა ივანიშვილი რატომ შეხვდა ალიევს პირადად დაუშვა? იქამდე ალიევი სამჯერ იყო საქართველოს ჩამოსული, ერთხელ არ ქონდა მათაც შეხვედრა. ეხლა რა მოხდა? რამე ხო არ ჩამოუტანა სიტყვა ალიევმა? აი ზუსტად ეგ არის საინტერესო. ხო, რა ვიცი. შეხვდა ბიძინა ივანიშვილი და სხვადასხვა კობახიძე ისე საცუდავად მიყვებოდა უკან და გამიგოდა თუ კობახიძე და მდინარაძე მართავენ, მაშინ აი ეგ არის, აი როგორც ისინი მიყვებოდა უკან, აი ეს არის დღევანდელი საქართველო. აი ესე, აი უთავმოყვარო, ფუნქცია დაკარგული, ვისაც რა უნდა რომ აკეთებს ამ ქვეყანაში. აი ვისაც რა მოუნდება, რომელ სახელმწიფოს რაც მოუნდება, იმას რო აკეთებენ. მე კიდე მე ანალიზს არ ვაკეთებ. მე გეუბნებით ის რა ვიცი, კობახიძის ბიზნეს შეხვედრის მერე რა ვიცი, წავიდნენ და რუსებთან ჩვენო მოგვარდით, აბსოლუტურად მოგვარდით ყველაფერზეო. რა ვიცი, რა გითხრა. აქ ილუზიებში არიან, ხო? აქ ილუზიებში როგორ არიან, იცი? ეხლაო სასომხეთი აზერბაიჯანი შევიკრებითო, მაგარი ჩაუბრატდებითო და всё, ჩვენ ვიქნებით გიჟდები, აი დებილიზმი რა. ეს ხალხი არის მე რო ვამბობ, აქ საზოგადოება უფრო მალე ისლამს მიიღებს, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოებაზე იფიქრებს. ტყუილა კი არ გითხარით კაცო. შეიძლება ცოტა უტრირებულად თქვი, მაგრამ ზუსტად ეგ ხალხია. სიმართლე გითხრათ ალიევის ჩამოსვლისთანავე აი ძალიან ცუდად მენიშნა მისი ეს ჩამოსვლა, ამათი ესეთი დახვედრა, უკვე მივხვდი რომ
ამათ ჩვენ მხარეს არ იყო საქმე კარგად, იმის ჩამსვლა ისე მედიდურად რა თქმა უნდა. ისე ლაქიებივით დახვდნენ სულ ყველანი და თვითონ ბიძინაც სამწუხაროდ, რომ უკვე გასაგები იყო ყველაფერი რაც ხდებოდა და ჩვენ პროტოკოლული კადრები რო არის, თვითონ ხელით რამეს რო აჩვენებთ, ეხლა მაგაზე რა გამახსენდა იცი? ესე ჩამწკრივებულები. მაგაზე გეტყვი რა გამახსენდა. ჩამოდიოდა ხოლმე ეს ეპშტეინელები რო ჩამოდიოდნენ და იქ ცხინვალის იქ რომ მივიდიოდით. აი ეს ადმინისტრაციულ საზღვართან. ერთი სამჯერა ვარ გაყოლილი რა. ეს დგანან ეს ევროპელები ესე უნდა დაიჭირონ ბინოკლი ხელში. ხელით ესე უნდა აკეთონ. ამაზე უკვე მესამე თუ ვიმეორებ რა. ესე ხელით უნდა აკეთოს, აი აქ ვიღაცა უდგას ქართული საქართველოს წარმომადგენელი და ვითომ უხსნის. სიმდუში აფსარ უხსნის. ეს ისე უბრალოდ. კადრის უჭირდება და ის ვითომ ესე სახეს იღებს რომ იმიტომ და თან ვითომ ლაპარაკობს ესე ხო უჭირავს ეს ბინოკლი. ესე თავი უნდა გააკეთოს რა. იქაცო ვითომ დაინტერესდა იმათ დამაჯერებლობა რო იყოს იქაცო და იმათ კი იქაცო ანუ სპექტაკლი სიტყვას ერთმანეთში არ ლაპარაკობენ მეთქი ასე ვიყავი სტოლბასთან მიყუდებული ასე მართლა ვიყავი და უყურებდი ამას კაცო მაგი თანაც ბიჭო ყველას რავა ერთი სისტემა ჰქონდათ აი იტალიიდან ჩამოვიდოდნენ ამ სცენარს გაითამაშებდნენ საფრანგეთიდან ჩამოვიდოდნენ ბიჭო იქნებ ვიღაცამ ესე დონჯი გააკეთოს მაინც რამე ან ესე და რაღაცა განაასკაცო, ან ჩაიკუზოს და ვითომ იქიდან უყურებს. არა კაცო, ერთი და იგივე კადრი. ერთი შემთხვევა იყო, მაგი ხო წავიდა კორტეჟი, რამე 25 წამი მიდის რა. და ინტერვიუში, ყველა ინტერვიუში როგორ იქნება, ჩვენ მოუწოდებთ რუსებს შეასრულოს 2008 წლის ჟენევის რაღაცა მოლაპარაკება, რაღაცა სისულელე. ხო ჩაჯდნენ მანქანაში ეს კორტეჟი. ეს ევროპელები, ეპშტეინელები. ყველა რატომღაც მიდიოდა ბიჭო ბათუმში. ერთმა დაჟე გერმანელები იყვნენ ორგია მოაწყეს კაცო. სასტუმროში. და ეს საწყალი ახლა ქართველი იყო იქ აი ეს ასიძახიან აი კორიდორში რო ემსახურება რა რაღაცა სიტყვა მაგა. თუ იებტო. არა აი კორიდორში რო ემსახურება რა თვითონ. და ეს გერმანელი ვიც იყო დელეგაციიდან ან ნარკოტიკი ჰქონდათ ეს ტიტულები ხან ერთი შეახტებოდა ზურგზე კაცო კორიდორში გეუნებით ხალხო იმას ეხლა გეკითხებით იქ რო ჩაიყვანეთ იმას ეხლა ახსოვს თვითონ იყო ესეთი აჩკები თან ბიჭო შესახედავად მაინც არ გუდნენ კაცო საზიზღრები ბიჭო საზიზღრები რა და დგანან ჩემ ქვეყანას ჩემი ქვეყანა აქ გადაბარებული რა ტიპებს რა ესე მივიყვანეთ კაცო ეს ქვეყანა აი ამ იდეოლოგიაში გააზრდილი მთავრობაა ესენი პარლამენტარებიც კაცო მეტი მაგათ აზროვნება არ არსებობს აი წინო ხდები აი წინო გაიხედონ რომ აი ბიჭო დამთავრდა რა იცით რა მაინტერესებს როგორ ირჩევენ აი ამ ხალხს ამ თანამდებობებზე როგორ ყველა ერთნაირია გიხსნი აი ყაველაშვილიდან დაწყებული ყაველა კიდე ჯობია მაგათ ყველა კაცო ყაველა მაინც უყურე რა ჩვენია უყურე დამთავრებულია კოლუმბიის იტეტ მუშაობდა გერმანიის ადამიანთა უფლებების რაღაცაში ანუ ეპშტეინურ ორგანიზაციაში ყველა ესეთია პარლამენტში სულ ანუ ესე იგი საქართველოში თუ დავამთავრეთ უმაღლესი ის რატო და შენი ჯავახი ესე იგი ჩვენ ნაკლებად მოაზროვნე ვის რატო ჯერ ამ ხელა შეურაცხყოფა თავრობის შვილი რო შენს აზღვარგარეთ ამით ხო შენს თვითონ შენ აყენებს შეურაცხყოფას განათლების სისტემას საკუთარ ქვეყანას ანუ იმდენად ჩავარდნილი თემაა ხა კი არ გადავდივა რომ შენ თუ კარგად მიდის განათლების სისტემა შეისთვის რატო არ ასწავლი ხო მარტივი კითხვაა რას მიარბინებთ იქა კაცო ამიტომ უყურე აქედან აი დაუკვირდი პარლამენტარების სია როგორი იკითხებოდა და როგორი სიამაყით ამბობდნენ ეს მოღვაწეობდა ბრიტანეთის
ეკოლოგიის განვითარების არასამთავრობო ეს მუშაობდა USAID-ის რაღაც ამაზე ამით ამაყობდნენ ნახე რა მაგარი მიღებული ტიპები ვართო ყაველაშვილსაც უცხოეთში აქვს დამთავრებული და განათლება ვიცი რომ არა აქვს ხო არ ვიცი ახლა გამონები ყაველაშვილი ძმა არის მაინც თუთ მაინც არის ერთი გამოერია ყაველაშვილი რომელსაც არა აქვს უცხოეთში განათლება კი მატკინა გული მაგრამ მაინც მე რა კაც ძალიან კაი ოჯახიც აქვს რა ხო და просто გაუგებრობაშია რა აი მართლა ბიძინა აი ყაველას სოდვას გეწიო შენა რა გაუგებრობაში თითო ჩადგა ფეხი როცა თახბობა და გააკეთა ეგ ეხლა როცა ადამიანმა იცი რომ არ შეგიძლია ხო ის გააკეთა ხო ნუ რა ხა უთხრა ბიძინამ გააკეთა რა თუ ნამაბელი ლაბარაკი ბიძინამ თუ კობახიძე არა ბიძინამ კაცო აი ესე იგი მაშინ თლად კობახიძე არ მართავს ბიძინაც მართავს ქვეყანას ბიძინაც არა ბიძინა მართავს და აბა რო თქვით რომ ქვეყანას ყველაფერს წვეტავენ კობახიძე და მდინარაძე კი არ წვეტა ვის ხელშიო და გითხარით ვის ხელშიცაა კაცო გადაწყვეტილება სხვა იღებს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას აკეთებს ეს რა მე ხალხს რა მოპო რამე ეს არა ახალი არ არის ნამდვილად რა ვიცი რა ცუდია კაი კი არ ფაქტს გავუგებთ არა ხო ჩვენ საუბრობთ ხო კი არ ვაფასებთ რომ კაია თუ ცუდია უბრალოდ ფაქტი რაც არის ეს არის რა ხო მაგიტო დავინტერესდი აი ეს არის ამ ბოჭორისთვის მთელი ეს აღარაფერი უბრალოდ საქმე რა არის არაფერი ეს ახალი არ არის საფრთხეში აგდებს ამ ქვეყანას ბოჭორიშვილმა გააჟღერა არავისი რა თქმა უნდა ხო ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირ ბიძინევაშვილის მითითებით გაკეთებული განცხადება რომელიც აღასრულა ხელისუფლება რა არის ახლა ახალი არც არავის შეეწინააღმდეგება არა რას ლაპარაკო არა როგორ გეკადრო მაგი ის რამე არ მოხდება ესე იგი საოცრებაა რა ესე იგი მოლაპარაკებების ამხელა შეურაცხყოფა რა ამ ქვეყანას ხო არა რკინიგზა განიხილებაო სანამ ოკუპირებულია ტერიტორიებიო და კი მაგრამ ხო უნდა დაელაპარაკო იმ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც თუ დიპლომატიური შეხვედრა არ მოხდა ლალი 80% ტერმინალი აშენებულია აშენა თურქეთმა აფხაზებმა და რუსეთმა ერთობლივად რა ააშენეს ტერმინალი და თქვენ რას მეუნებით რომ იმათ მარიციან ეხლა მათ ააშენეს და ამათ ესე ეთქვი მოდი თავი მოწია ახლო მოწია მოდი ეს შალამაც რო ჩააწყავენ თავში მოინდომა საერთოდ არ შეგეკითხება და აქეთ კიდე გეუბნები ერთი შალამაც რო წვლითავენ თვიფიში ლალი რკინიგზას კი არ გახსნიან მარტო კაცო ასე რო დაეწყობიან თელი ხელისუფლება ყვავილები და ესწრიან ყვავილებს ესენი ხო ამას ფიქრობენ და ხო იციან ჩვენზე კარგად იციან ყველაფერი აბსოლუტურად უფრო მეტიც იციან ვიდრე ჩვენ რა თქმა უნდა და ასეთ ნაბიჯს რომ დგავენ რა მისნით ერთი დღე უგაგაჭიმეთ რომ აბა რა პასუხი უნდა გაეცა აი გეკითხება მარტივად გუშინდელმა რა ეფშტეინელმა აი სხვა რა პასუხი უნდა გაგცეს მოიცადეთ ესეთ შეკითხვა მაგრამ კარგი რუსეთი ოკუპანტია და არ უნდათ მოლაპარაკება ირანი თურქეთი რატომ ახდენენ იქ მოლაპარაკება? რატო ყაზახეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თქვენ რა გონიათ იქ მარტო ეს თურქების და აზერბაიჯანის საქონელი მიდის? არა კაცო. არა, ოკუპაციაზე ვამბობ, თუ კი რუსეთი ოკუპანტია და არ გინდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდევ. იქ ნიჩურტაკო. აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი არა? ესე გვაქვს. ხო, რუსეთია მარტო. ხო, ესენი არა. იმაზე ეფშტეინელმა ხსნილიაო და იმაზე ესე ვზივართ. მაგიდის ქვევიდან ესე გვაქვს. ნიჩურტა მომეწონა. ასე ნიჩურტა გვაქვს ეს ხელი გაკეთებული. აი ძალიან აი სასაცილოც აღარ არის სატირულად გვაქვს საქმე მაგრამ ნუ აზორნიში აი აზორნი მდგომარეობა ქვეყანა ესეთი პაზორ მდგომარეობაში მე არ ნებლატავები ქვეყანას რომელსაც შეუძლია აი უცებთ არის ზაუხანხმებულ ჩაკლაპოს წამებში ქვეყანას რომელიც არის დღეს უკვე არის ნომერ პირველი ამას ეხლა ხო აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი კი, მოდით ახლა თემაზე გადავიდეთ, ამ საწოდავებს დღეს არის. ისევ ცუდ თემაზე რა კი ისევ ამ საქართველოს პრობლემებზე ვსაუბრობთ. როგორია ამ თემას არ შევეხოთ, რაც რობერტ სტურუამ გაგვიკეთა ჩვენ ვეფხის ტყაოსანი საერთოდ გააცამტვერა არ ვიცი სიტყვებით ვერც გამოვთქვა რანაირად მიაყენა შეურაცხყოფა შოთა რუსთაველს ვეფხის ტყაოსანს და ამის სახით რა თქმა უნდა საქართველოს ხო პირველ რიგში ქართულ ხალხს უყურეთ როგორ არის მანდა
ვეფხისტყაოსანს ეძახოდნენ ქართულ ბიბლიას. უყურე ახლა რატო? როგორ იწყება? რომელმან შექმნა სამყარო? ვინ შექმნა სამყარო? ნახე, საიდან იწყება ხო პოემა? ვის მიუძღვნა ვეფხისტყაოსანმა ეს თავის ნაწარმოები? რუსთაველმა. ხო, თუ რუსთაველმა. ჩვენს წმინდა მეფე თამარის, ხო სწორია? თამარ მეფე არის თუ არა წმინდანად აღიარებული? არის. ქართველი კაცის ხელის თხოვნაზე რომ მიდიოდა ადრე ბიბლიას ატანდი. თუ ვეფხისტყაოსანს ატანდი. კი, აუცილებლად ვეფხისტყაოსანი უნდა ქონოდა. ამან ეხლა რა ქნა? უყურე. საქართველოში ქონდა აი ყველაფერი შებილწული ქონდა. ყველაფერი აბსოლუტურად. ეკლესია, მიხარ თამარ მეფე უკვე ერთხელ შეურაცხყოფა. მაგაზე არა, უკვე ლალი თვალე მეკოდი, უყურე. ეკლესია გინდა? იქ ეკლესია სამათაა გაყოფილი. არა, იქ არა ავტორიტეტი არ არსებობს. შიო არის გარკვეული ხალხის ავტორიტეტი. ყველა თელე როგორც პატრიარქის იყო, ეგეთი აღარ არის, კაცო. ეს ამას მიაღწიეს სამათმა. ეს ერთი. ანუ ეკლესია შეუბილწეთ. იქ ახატებენ რაღაცებს, აგინებენ, აფურთხებენ, არ არის პრობლემა. თავარია ეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ეპშტეინების მიერ დაარსებული. არ დავტოვეთ არც ერთი წმინდა მეფე რომ მისი სკეჩები არ გაგვიკეთებინა და არ დაგვეცინა. ერთადერთი ქონდა დარჩენილი ვეფხისტყაოსანი. ერთადერთი ვეფხისტყაოსანი რომ რაღაცა ვეფერებოდით, რაღაცა იქ ციტატებს ამბობდნენ, რაღაცა ჩვენი სიამაყე იყო. ეხლა რომ მკითხომე აი იმის მერე რაც ჩვენი ეს კულტურის მინისტრად წოდებული რომ გამოვიდა და ესაო შედევრი არის, სწორია, ეპშტეინელებისთვის ეგ თეატრი არის შედევრი. აბსოლუტურად ვეთანხმები. რაღაც მაგანაც თქვა რომ ეს პორნო ვეფხისტყაოსნის პორნოგრაფია რომელიც დაიდგა არის შედევრი, აი ვეფხისტყაოსნის დედაცვატირი აწე დღეიდან. იმ შოთა რუსთაველისაც ხალხმა ხო გაატარა ესა. ხმა ხო არავის არ მოუღია. გარდა ერთი რომ ზოგმა TikTok-ში თქვა და Facebook-ზე. ესე იგი ქართულმა საზოგადოებამ მიიღო ისე როგორებიც ვართ. აპატია, კულტურის მინისტრს ეს განცხადება აპატია, კაცო, გაუტარა. ეს თავზე გადასვრა, გაუტარა, კაცო. გაუტარა, ხო და აბა თუ თქვენ გაუტარეთ და ვეფხისტყაოსნის დედაცვატირი აწი. და იმ შოთა რუსთაველის ზედ მივაყოლე კიდე რა. თუ კი ესე გვინდა ცხოვრება, ვიცხოვროთ კაცო. დღეს ეს შეგიბილწეს. არა, ისე ხვალ რაღაცა შეგიბილწეს, აღარაფერი აღარ დაგჭირთ. ყველაფერი შესაბილწი, აღარაფერი აღარ გაგჭირთ. და თან იცით რა არის ყველაზე ცუდი რომ ქართველივე აკეთებს ამას. ხო, ქართველივე აკეთებს ამას საოცრება ეგ. ხო, მაგრამ ქართველი ამას გაბედავდა, აი ეს რო ქონოდა აზერბაიჯანელებს. გაბედავდნენ იქა? არ არსებობდა. ყავს გააძრობდნენ. სააცლიდნენ ეგ. დედა ბუდიანად ამოჟუჟავდნენ, კაცო, ეგ რო გაებედებინა. აქ რატო ხდება ესეთი რაღაცები? თუ ჩვენ ეგეთები არა ვართ, კაცო, როგორ სტურო ამ დადგა. ეგ მალე რო ჩაძაღლდება რა, ძაღლი მიაკდა კიდე მაგ. სალიფეხი სამარი. სამარი ჩაძაღლდეს მაგის დედავატირი რა. ეგ ბოროტის სული ეგა. აი გეკითხები რა. თუ ჩვენ ეგეთები არა ვართ, ესე თავისუფლად როგორ მივიღეთ? იცით რა არის, როდესაც უკვე ეს ეპშტეინური საზოგადოება, როგორც თქვენ უწოდეთ, ბავშვებს ჭამდნენ და აუპატიურებდნენ, სხვა დართავდა უკვე რაღაცა. აი იმათი გაზრდილი და იმათი კულტურის, აი კულტურაში, ჩვენ ხო აღარ მიტამდენი ერთი დეგვის გამ, ეს ხო ჩვენ რატო გვიქრის ეს მიკვეს მე უფრო. ჩვენ ხო ეს 34 წელი გადავაბარეთ იმ საზოგადოებას, იმათმა გაგვიზარდეს მსახიობები, რა ვიცი, რეჟისორები, მუსიკოსები, პარლამენტარები, მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, რა ვიცი, მედიცინის დარგში გინდა, დარგი მითხარით, რომელში არ არის, კაცო. ეს თაობა, კაცო, მეორე ხელისუფლება ეს თაობა უკვე შეისის ხორცა, კაცო, ამ ქვეყანამ. რატო გეუბნებით, ნუღა გიკვირთ, კაცო. ამას რო უყურებს გარედან რა ვიცი, სომეხი, რა ვიცი, აფხაზებიც გიყურებენ, კაცო.
ბიჭო, შენსაც არ უმტკილდები, ჩემთან რო აფხაზი რომ ამას უყურებს და დაინახოს რომ საკუთარ აი ამ წმინდა ნაწარმოებსაც ხო აი ლალი, აქ თვარამია. მე რო რუსი ვარ და რო უთხრა აფხაზ, ბიჭო, დაჯექი, აი წავისახე, აღარცა მინდა რა მოგვარდეს. იმიტომ რომ ჩემ ინტერესებში აი დადგა დრო რომ ჩემ ინტერესებში დაჯდა თქვენი ერთად მაგიდაზე დაჯდომა. ის აფხაზი ხო ეტყვის, ბიჭო, რაცაა რომ მეუნები ვანია. თავისი წმინდა ვეფხის წყალოსანი ქონდათ ერთადერთი დარჩენილი იმასაც ზე დაასვარეს კაცო ბიჭო ჩემსაც ხო საერთოდ გაანადგურებს კაცო რა თქმა უნდა მაგას ვის ხელში მაგდებთ ხალხო შეხედეთ არ ითქვის ის აფხაზის ოსი კაცო აი რა უნდა დაუშავოს რუსმა იმის თანა რომ შენთან დაბრუნდეს ხალხო აი ჰიპოთეტურად რო წარმოვიდგინე აი რა უნდა დაუშავოს ესეთი რუსმა გინდა აფხაზ რო აი თქვას რომ აი ხა წავალი დაბრუნდი ანუ ხდები აი არა ძალიან ცუდ იმაში ვარ სიტუაციაში და ვიმსახურებთ ყველაფერს რა კი ესე გავატარებ ესე ხო ხალხმაც მივიღეთ ესა სამწუხაროდ ხალხმა მივიღეთ მე რავი Facebook-ზე ნახე რაღაცა კაკუნი და TikTok-ზე ნახე რაღაცა გინება აი ეს ამერიკული აღშფოთდაო რომ აი ეს აღშფოთდები იმის იქით მე არ ნახია გამოვიდა პოსტივი და ესე იგი ვინც გააპროტესტაო Facebook-ზეო, ну ახლა ესენი დაბალი დონე, ეგენი ხო ვაფშე. ეგენი ხო ის კატეგორია ხალხია ის ჩვენეთმა ის იქ რო ავტობუსში რო იჯნე, ხო იცი, პიდარასებს რო ერთად რო გაიქცნე. აჰა. იგი იმ მარშრუტკაში იჯნე, კაცო. წარმოგიდგენით მაგათ თავებში რა ხდება და შენ რა თავობ. და აბა გასაკვირი რაღა. ხო აი რა გინდათ მაგ კატეგორია, 115 მაგ კატეგორიისგან, კაცო. ბიჭო, ამის მერე ენა როგორ გიტრიალდება და რუსებს ეუნებით რომ ბიჭო პატარა ნაბიჯი გადმოდით. ვისთან გადმოდგას თქვენთან კაცო? შეხედეთ ბიჭო თქვენთან როგორ უნდა გადმოდგას? რუსეთუმეები არიან, რუსეთუმეები რას ქვია? ბიჭო კიდე გეუბნები მაგაზე კი მიგებ აი ზუსტად ამ. ბიჭო ხო უნდა იმ არ უნდა ვიღაცა იმაფხას ხო არ უნდა ეშინოდეს შენთან მოსვლა კაცო. მოდით უნგრეთის არჩევნებზე გადავიდეთ რა. გადავიდეთ. იმიტომ რომ ეს უკვე ისეთი თემაა რომ ჩვენთან ხელი ჩაიქნია კაცო. ვინ რაც მოხდება მე ესე ვარ უკვე. რაც მოხდება უკვე ისო გაანებით ამას ვერავინ ვერ ხაშეცulis. ბიძინაც ვერ შეცulis მეთქი. 9 ბიძინა რომ მოიყვანთ ამას აღარაფერი აღარ ეშველება მეთქი და რა ვიცი აჰა თუ არა და გაატარეთ თქვით რომ გიჟია და ერთ ლაპარაკოსო კაცო. გართარებული ეგ თემა მეთქი და რა ვიცი. აქამდე იმედები მქონდა რაღაცები და რა ნახოთ აწე. ვისა ბედი ეწევა კიდე რა. რავი კანონი მიიღო რა რუსებმა. კანონი მიიღო რა, ჩემ მოქალაქეებსო, ვინც შეავიწროებსო? კი. პრეზიდენტს მიეცა უფლება, დავაი დაკა. ამათმა გამოვიდა და აბა ქართველო ხელი ხმარ ვაიშეს პატრონს. ვაიშეს პატრონს უბედურს, რა ვიცი. რამდენი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რამდენი სომეხი ცხოვრობს, რუსეთის მოქალაქე თქვენ კიდე არ იცით. გაძეძგილი აქაურობა, არ ვიცით, სადახა თქვენ ამბები გელოდებათ და ეს არის მოწყობილი ეთიცოდეთ. ამ ხელისუფლების პროვოცირებული იქნება. ამ ხელისუფლებამ ჩაუყარა აი ამ ჩვენი ქვეყნის გაუბუდურებას საფუძველი. იმიტომ რომ ამან დათისა სიძულვილი, ამან გაყო ეკლესია, ამან დაათმაკუცა საზოგადოება 9 აპრილს უყურე რა გააკეთა რა. ბიჭო, რო დავთვალეთ, რამდენი კაცი იდგა იცი იქ დამხარეს ლიბერასტები იცი? 18. შენ როგორ ფიქრობ? პოლიციას არ შეიძლება ის 18 კაცი ხელი მოეყო, აიყო და ერთი მიუშვა რომ არ 1 საათით გაეწია, რომ ეს კადრები მაინც არ ენახებინა. რატო გააკეთა ბა თუ ის ხელისუფლება? აქულა მაგიზალა ქონდა, მაგრამ რატო გააკეთა? დანარჩენ საზოგადოებას აჩვენებს ხალხო. ზეწოლა და აი ნახეთ რა დღეში არიან ეს საზიზღრები და კიდე როგორ უძლებ ამათ მე გაიგე შენ თუ დადამიჭებ ხას აი ვინ მოდიან ვინ წელია ამით ლალი ვინ მოვა კიდე ერთხელ გონები ეგ ზღაპარი დამთავრდა მეთქი კაცო სულ რუსებმა გაჩერდნენ და მართლა გაჩერდებიან ერდოღანი არ დაუშვებს ბიჭო არც ალიევი მაგას არ დაუშვებს კაცო ეგეთი რაღაცა ყველა მიცის უკვე ახლა ესენი დგან და ხალხ შეურაცხყოფას აყენებს 9 აპრილს გამოიყენა, აი 9 აპრილს გამოიყენა სათავისოდ როგორ იცი რომ
აი თუ ხმას არ მომწევთ, ნახეთ, შეხედეთ ვინები არიან, შეხედეთ, ხალხო 9 აპრილის სიწმინდეც კი არ დაინდეს. ანუ ერთად დაგეგმილი სცენარები მიდის ყველა 18 კაცი იყო მეთქი, ყველა ასე გადაღებული მაქვს ფოტო, просто დავთვალო მეთქი რამდენია მეთქი კაცო. 18 ადამიანი იყო. კარგით, მოდით უნგრეთს. მაგრამ კადრები როგორ დადის იქა თავის გვერდებზე? ვითომ ჯარი რო დგას ესე და ეს წითელ ფორმა. ხო და არა ესე და ვითომ ესე მიდიან და რაღაცა პატივი მიაგეს ვითომ. აი სადამე მიიყვანეს თავიანთი საქმეც. ეგენიც მეწოდებიან კაცო. ეგენიც მეწოდებიან ბიჭო. ერთადერთი ვისი იმედიც აქვს ქვეყანაში სიმართლე გითხრა პოლიციის. ხო რა ბიჭო იქ რაღაც არიან კაი ტიპები რომ ბიჭო არ დაუშვებენ რა ამათგან დაგვიცავენ რა ბოლო ხალხის. აი ამ ხელისუფლებისგან დაგვიცავენ რა ერთხელ და სამუდამოდ რა. იმედია. ხო არ ვიცი ამიტომ რომ არა იმიტომ რომ მაგაინც მოყვებიან ტესკში და მიტომ ერთი ვიცი რომ პოლიციას არ მოსწონს ეს თავრობა. რა თქმა უნდა, მე ძალიან არ მოსწონს და რატომღაც არიან კატეგორია ადამიანები, რომლებიც წინამთავრობის მოწინააღმდეგები იყვნენ და პირიქით ეხლა გახდნენ იმ წინამთავრობის მომხრეები. ამათი ქცევიდან გამომდინარე, ისეთ რამებს აკეთებენ, რომ ბევრი უკვე ფიქრობს, რომ იმე ისინი ბევრად უკეთესები იყვნენ იმ 9 წელიწადში, ვიდრე ეხლა ესენი. ამათ ბევრად უარესი რამეები დაიწყეს და არა და როგორი იმედი გქონდა და როგორი იმედით ვიყავით როცა ესენი მოვიდნენ. მოდით ახლა საგარეო საქმეებთან დაკავშირებით სხვა უნგრეთი და ნუ მე ირანის კონფლიქტი და ეს ყველაფერი. დამით მე დავუყურე უნგრეთში. რაც მოხდა იქ კარგად ათქვეს რა ექსპერტებმა 2-0 ორბანის სასარგებლოდ. მაგრამ აქ ერთი რამეა პრობლემა. ამ 90 მილიარდს ეგ არის წყალგამყოფი უკრაინაზე მაგიტომ შეიცვალა ორბანი ამ 90 მილიარდის გამო თუ 90 მილიარდი გაუправა ესე ვთქვათ გაუმწვანა ამ ახალმა სოროსისტმა იცოდე რომ ესე გადაწერე პირჯვარი უნგრეთს გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პრეზენტაცია გააკეთა, ასე გამოიტანა, სხვადასხვის მაგას ვიტყვი აკრედიტაციაზეც. ესე გააკეთა დაფა. ევროპაში სარაკეტო დასარტყმელი ობიექტების. წარმოგიდგენიათ რას ვამბობ? ევროპაში გერმანიაში, ბრიტანეთში, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ეს ნიმშოთ уже. პოლონეთში, საფრანგეთში ის გამოიტანა, კაცო. ობიექტების სია. სად უნდა დავარტყათო? ანუ როცა მე აქ ვამბობდი, ხალხო ომი არ დაწყებულა და ომი დაიწყება. ეს ხალხი რომ მეუბნებოდა რუსეთმა საბდღეში ვერ აიღო უკრაინა. აიგე, იმიტომ ვერ აიღო, რომ რა, თუკი ბიჭო ეს ამერიკელები ბესპრედელს აკეთებენ ღაზაში, ირანში, თქვენ რა გონიათ რუსეთს მაგ ბომბები არ აქვს თუ ვერ გაასწორებდა მიწასა და თელ უკრაინას ერთ დღეში დაშე. მაგრამ მაგან იცოდა რომ უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინას კი არ ეომება კაცო. აი ჩვენი მთავრობის პატრონებს ეომება, კაცო, აი ეს ნატო უკვე შეგვიძლია ვთქვა ჯვარი დაიწერა, მაგრამ ეგ მაგაც შევიხოთ თუ გინდა. ჩვენი მთავრობის პატრონების, კოლონიზატორების დღის წესრიგი დაამხო, კაცო, იქა, ეკონომიკა დაუმხო, სამხედრო რესურსი დაუწვა. მორალურად ისედაც არ უყი, ისედაც გახსნილები იყო მორალურად, მაგრამ თლად გამოაჩინეს ვინები არიან, კაცო. ეს რო დაინახა ევროპამ, ეხლა გადასულია. აი ყველაფერს მოაკლებს თავის ხალხს, მაგრამ სამხედრო წარმოება აქვს გაზრდილი. ომი, რო გითხარით, უკრაინის მერე დაიწყება, არ გეხუმრებოდით, კაცო. არ გეხუმრებოდით, აგერ ნახავთ კაცო მაგას. ეხლა გეკითხები რა. ეს რომ მოიყვანეს.
ახალი სოროსისტი. ისე რა საინტერესოა იმ ღამეს რო გაიმარჯვეს ყვიროდნენ იქ რუსებო წადით სახშიო. ბიჭო გამიკვირდა კაცო. ამერიკელებს ქვეყანა წაართვეს. იმიტომ რომ რა ვიცი ვენსი აპიარებდა ტრამპი მაგააპიარა. რა ვიცი მე იქ პუტინი ჩასული არ მინახია. რუსეთის დეპუტატები იქ ჩასული არ მინახია. თუ ვინმე უნგრეთი წაართვეს ამერიკელებს. მაგრამ მაინც რუსეთო წადით სახშიო. ბიჭო აი ესეთი არაადეკვატური გადავიდე კაცო. მაგრამ ეგ ისე გადახვევით რა და სხვა რამის გვამბიდა. უყურე ლალი წყალი ხო არის ადამიანისთვის არსების უწყლო ხო ვერ გაძლებ. ახლა წარმოიდგინე რომ ეს კრანი მაგ მე აქ. ასე შენ იქ ბუნტაობ რაღაცა იქ რაღაცა ბარიერებს საზღვრებს რაღაცას მიკეთებ კალიუჩი პროვოლკებს რაღაცებს მე ესე ვარ და ამ წყალს სვავ ეს ლამაზა ჩაცია ბიო ხო მაინც მოხვიდი ამ წყალზე აი სხვა შენ არა გაქვს წყალი მე მაქვს კაცო მე მაქვს ის ონკანი ჩემთან მინდა გავხსნი მინდა დავკეტავ შენ რო ფიზიკურად იარსებო აი ბუნტავშიკო ხო ეს წყალი მე უნდა გავხსნე რომ მე ეს წყალი წამოვიდეს შენთან რომ შენ ფიზიკურად იარსებო კაცო რაც არ უნდა რა ქვია უნგრეთმა მაგრამ მაინც ხო გამოვიდა ხო თქვა რომ არა ჩვენ რუსეთთან როგორც არის დავტოვებთო კაცო რა ლაპარაკობთო ნავთობი და გაზიო თქვენ გიჟები ხო არა ხარდო კაცო რა ლაპარაკობ მაგათვენაცვალე კუტონე მაგათვენაცვალე მუხლებშიო კაცო იმ წუთში გადაატრიალეს პლასტინკა მაგრამ მან კიდე გეუბნები მან არის ხალგამყოფ რუსეთის ელოდება არც მიულოცა რუსეთმა არ მიულოცა ელოდება 90 მილიარდს გაუმწვანებს თუ არა ევროპას გაუმწვანებს გინდა წყალი გაძლევდი 10 ლარად ეხლა გაძლევ 800 ლარად რუსეთს აწყობს ეს რა თქმა უნდა უმატებს ფასებს ყოს აწყობს რა მე ამას უბრალო ენით ხალხის გასაგებ ენაზე მისთვის ეს რა თქმა უნდა ამიტომ უყურე იქ ეს იციან კაცო ხო ევროპაშიც რუს თუმე ამერიკელებმა მიატოვეს ამერიკელების უსაფრთხოება მარტო ირანში კი არ გამოჩნდა ავღანეთშიც გამოჩნდა და ევროპაშიც გამოჩნდა შუაგულ ევროპაში უკრაინაშიც ამიტომ ნატოს თემა დამთავრდა მაგრამ ეს რომ დამთავრდა ეს რას ნიშნავს იცი რომ ნატოს ეს შივროვნებს აიღებენ და ასე ხომ მოხსნიან და მიიკერებენ ევროპელები ამით არაფერი არ იცვლება კაცო просто ერთი რამს ამერიკელები არ ჩაერებიან, მაგრამ იარაღს მიყიდიან. ხვდები? ომისთვის აი გარდაუვალ პროცესს გეუნებით ხალხო. დიდ ომს გეუნებით მეთქი რატო? ამ წელს ეს ვერ მოესწრება. ჯერ როგორც გითხარით ირანზე ხო თქვით ბოლო გადაცემაში. ირანში ამ წელს ვერ მოესწრება სუბთა სამხედრო თვალსაზრისით, ვერ მოესწრება უпростоრად. მაგრამ იქნება ეს გართულებები, დაბომბვები, დრონების ისა, გემის ჩაძირვები, სრუტეების გადაკეტვები, რაღაც ეგ სიგიჟები. ეს არის წინა მოსამზადებელი მეთქი, კაც სულთა სამხედრო თვალსაზრისით გეუნებით. ამიტომ ამ წელს კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ამ წელს ეს ვერ მოესწრება, ფიზიკურად ვერ მოესწრება. იქნება რაღაცა პაუზები, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე, არაფერი, კაც ეს პროცესი უკვე დამთავრებული პროცესი ეგ აქ ცეცხლი დაინთება უფრო დიდი ეს რო გონი ამ ხალხს რომ დედა რა ომია არაფერი ომი არა ჯერა კაცო ჯერ არაფერი არ არის და ამ დროს ჩვენ ვართ ბოჭორიშვილის კი მაგრამ ტრამპი ერთი დღე არის ერთს ამბობს მეორე დღე მეორეს ერთი დღე იტყვის რომ არა მე აღარ ვაპირებ ომს მე გამომყავს ჯარი თუ რაც არის და ამ დროს ისევ ახლა სრუტეში ჩააყენებენ ეს რა თამაშია თამაში არ არის უყურე სამხედრო იმით ვერ მოიგო. ფაქტია რომ ვერ წააქცია სამხედრო ერთი თვე ბომბა არაფერი გამოუვიდა. დაიწყო მობილიზაცია ჯარის. ეს როგორ ეს ჯორჯიან ტაიმს რო ამბობდა ხო ჯარი გამოყავსო. რა ვიცი წინა კვირა 60 ყავდა ეხლა ყავს 75. 15 ესეთ გაზარდა კიდე. ანუ მობილიზაციას უკეთებს ახლოს ჯარს.
სპარსეთის ყურეში 26 სამხედრო ბაზა ქონდა. მე გონები თავისი რადარებით და იმებით, თორე ისე 23 ითვლება, მაგრამ თავისი ინფრასტრუქტურით არის 26. ყველა ბაზიდან გაიქცა. არ გავიდა, გაიქცა. ანუ სპარსეთის ყურიდან გააქციეს, მაგრამ აქ ხო დგას, გადავიდა აქა და ეხლა ბესპრიჯელობს. ხო, იქ დგას. ხო, აი ეხლა რაღაც ესეო, აი დამამცირე. თუ ახლა მე აღარ გავატანებ თქვენ იმასო გემებსო. მე ხარ ცოტა უტრიებ, მაგრამ ხალხის გასაგებენაზე ვამბობ. ხო, მაგრამ რატომღაც ჩინურმა გემებმა გაიარა. ხო, აი რავი ჩინურმა გემებმა გაიარა და რა ვიცი, გაიარა. ნუ ისიც ერთ-ერთი რა ასე ვინ გაუბედავს, მაგრამ კიდე გეუბნებით, ეს მაინც და აქ დიდი ცეცხლი მაინც დაითბა. მერე თქვენ ხო არ გონეთ იქ ამერიკელები შეეწირებიან კაცო. მე რომ კიდე მოვა მეორე თუ ვიღაცა, ამას მალე შეცვლიან კაცო. ეს ამონთხობს შეცვლიან მალე. აი ვინც მოვა ის რაც გეტყვის იცით? მე რო პრეზიდენტი ყოფილიყავი, მე ეს ომი არ ექნებოდა. ეს არის ტრამპის ომი და ამიტომ მოგვარდით რა ერთმანეთში. კი არ მოგვარდით, უფრო მეტი არას გაყიდეს კაცო. კი რა თქმა უნდა. მთელი მისი ამოცანა ისეთი ყველა ენერგოსისტემები დაუნგრია, დაუწვა. მითხარით საიდან შედის, ნავთი გამოდის 40 დღე. დამთავრებულია იქ ყველაფერი, ხო სწორია? მოდით ჩვენ ახლა გადავიდეთ სხვა თემაზე და ეს კიდევ შემდეგ გადაცემებში საკმაოდ სასაუბრო თემაა და ისიც ვთქვათ აუცილებლად რომ TV+-მა აკრედიტაცია გაიარა რუსეთში და თქვენ გადმოგეცათ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური საშვები ამ თემაზე რომ მოკლედ უთხრათ ჩვენ მაყურებლებს. მე მინდა პირველ რიგში მიულოცო გენერალურ მდივანს ჩვენი ტელევიზიის დიდი შრომისთვის დირექტორს ეს ამოჭერი. ხო, მე მინდა პირველ რიგში მიულოცო ჩვენს გენერალურ დირექტორს დიდი შრომა გაწია აქა და მინდა ასევე მამუკა ფიფიას ორ დღეში მოგვარდა ეგ საქმე. და იქ არის პერსპექტივაში არის უკვე შესული სახელმწიფო დუმა და თავდაცვის სამინისტრო რუსეთის. ხო, ახლა მე როგორც შვილები ძალოვნები მყავს, მე ალბათ ეს უკვე ჩემი იქნება, რომ ასე შემდეგ. რავი, ახლა არის ვალდაისში არის ორი სამი რიცხვში არის კონფერენცია ვალდაის. 2 მაისში. არა, ივნისში თუ არ ვწდები, თუ აღარ მახსოვს. ანუ 2 ივნისამდე არაფერი არ იგეგმება? არა, მიტყვი მაგამდე. კი, არა, იქ პრეზიდენტი ჩავა, რუსეთის პრეზიდენტი ჩადეს და იქ შემიძლია რუსეთის პრეზიდენტს უკვე პირდაპირ კითხვა დაუსვა და ეს აუცილებლად ესე მოხდება, ესენი სულ უნდა მოუყარო მინასკებიდან. დღეს მინდოდა, უბრალოდ გულში ხუთშაბათს მინდოდა ჩართვა მარია ზახაროვასთან. ესე ყოველ კვირაში ერთი დღე ხუთშაბათს იწერება პირდაპირ ეთერია რა. მაგრამ ისე ვიყავი გაბრაზებული. აი მან შემიშალა რა ბოჭორიშვილის განცხადებამ, რატო იცი იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ არ მინდა აი რაღაცა ბიჭო არ მინდა იმათ დავემსგავსო, რომელს იცი, აი კონგრესში რო დარბიან და იქ ევროკომისიაში იქ რო დარბიან და ცუდი გაუკეთეთ ჩემ ქვეყანას, იქნება ირანის წყალი გადმომარცხათ, აი ამას რო აი გიგაურებდა ისინი. ამათ რო არ მინდა დავემსგავსო, ამიტომ და ჩემი ემოციის კაცმა მოდი მე უთხარის თავი შევიკავო. ეხლა ჩართვად და მე ბოდიშიც მოუხადე მამუკასაც და იქ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. და იქითა კვირას აუცილებლად მე რა თქმა უნდა კიდე ერთხელ ვამბობ რომ კითხვები იქნება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და ასე შემდეგ. ყველანაირად ლალი ყველაფერს გავაკეთებ. რაც შემლეს რომ მე რა რესურსი მithამაკ, ხო? ყველაფერს გავაკეთებ რომ ამ ქვეყანას ავაცილო რამდენადაც შემეძლება ავაცილო რაღაცა ცუდი. ჩემი ერთ აგურს დავდებ. რამდენად გამომივა თუ შემეწევა ღმერთი გამომივა. და რა ვიცი, ვისაც რა რესურსი გვაქვს, ხო? ყველამ უნდა გამოვიყენოთ ესა. ამ ხელისუფლებას იმიტომაა რომ ბიჭო კინო მეჩხუბები, კაცო.
პირიქით მოდი კაცო თუ ხედავ რომ ესეთი თემა არის ხო რომ რავი ხა გოსდუმაში შენ სახში დადიხარ და ნაშებში რო დადიხარ მე ისე დავდივარ ამის დედავატირე ხო დამიძახე მოდი ბიჭო იქნებ გინდა არ გინდა რეალობას გაუწიან გარეში კაცო იცით რა მინდა რა თემა რა კითხვა ყველაფერი ხვალობ თქვა ამ აკრედიტაციით ანუ ჩვენ რის საშუალება გვეძლევა ტელევიზიას და ანუ კონკრეტულად თქვენ ანუ აქედან ჩართვებს გააკეთებთ კი აქედანაც კი ბატონო აქედანაც მაგრამ ნებისმიერ პირთან შეგეძლებათ ნებისმიერ კი ბატონო შეგვიძლია კითხვით მივმართოთ პირდაპირ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვს ანუ მოგვეცემა საშუალება რომ ჩვენი ტელევიზიის დახმარებით მოახდინოთ მოლაპარაკება რა თქმა უნდა მე თავისუფლად დაჟე ისე შეგიძლია აი წლის ბოლოს მე აუცილებლად მინდა იქამდე ღმერთმა მშვიდობა მივიდეთ მაგამდე და კვირას არა წლის ბოლოს რო არის პრესკონფერენცია დიდი რუსეთის პრეზიდენტთან აი იქ უნდა დავჯდე მე და თარაც უნდა უთხრა აი ესეთი ხო გეუბნები ესეთი რომ უნდა გავაგიჟო ძალიან კარგი. მოგეთ ხალხა უკვე როგორ არის კიდე ერთხელ ვფრა. არ აი გიხცები. ახლა გიხცები ეს არა მოჭროთ. ტელევიზიას ჩვენი რესურსები რაც შეგვიძლია. ხო, მაგრამ უკვე დაიწყეს. იქ შევიწროება ბიზნესმენებით, რა ბიზნესმენების რა არც ისე დაეკლავდნენ თავს, მაგრამ რაღაცა ქირის იბაზე ხარ, რაღაცას იმაზე დაუწყეს. რაღაცები შევიწროება და მოკლედ. აი ეს მინდა რომ ხელისუფლება გაიგოს რომ აქ მტერებს ნუ ხედავთ პირიქით. ეს ის ტელევიზია თქვენ საწყლებო. აგერ დახავთ ხვალდაზე რაც მოხდება, პირიქით იქნებ დაუძახოთ. იქნებ დაუძახოთ და დავილაპარაკოთ. რა არ არის აუცილებელი საჯაროდ იყოს კაცო. ბიჭო რა ვაყოლაფერს მოლაპარაკებდი. კარგით, მოდით დღეს დავამთავროთ დღევანდელი. არაფერი, კარგად არ იქნება. კაი კლიპი გავაჩვენს მე ახლა. ისა მათემატიკა. შემდეგ გადაცემაშიც დავიტოვოთ სალაპარაკო თემა, ისე რომ ლალი ყოველ წუთს რაღაცა იქნება. ახლა როგორ გავაჩვენე, შეიძლება რაღაცა ისეთია შეცვლილი, ეს ჩვენი საუბარი კონტექსტთან ამოგდებული იყო. დაგემშვიდობებით, ზურფასტელი. ქრისტე აღდგა. მომავალ შეხვედრამდე. Tratki hvarstoros tvena, visegebe netari. Mas caulešeni lamaziena, rada hargau bedavi. Heri, 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 sheni yeshvit metzam yasem mali mal. Leksiti toro lao, metzma samet toro lao, metz shezaret genda dardiva. Hey
მე ყველაფერი გავაკეთე სამშობლოსთვის. ახლა თქვენი ჯერია ჩემო ქართველებო. ეჰეი მამულიშვილო.